საკითხი მანამდე მინდა ქალბატონინო თქვენს შეაფასოთ ამ შეხვედრის ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობა ამ ევროპული არჩევანის ფონზე და მით უმეტეს როდესაც ეს ხდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მაღალი დონის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორც სიმბოლურად, ისე პრაქტიკულად და მით უმეტეს იმ ვითარებაში და უკრაინის ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და უპირველეს ყოვლისა ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი რუსეთის მისამართით, რომ რუსეთის, ასე ვთქვათ, უშუალო სამეზობლოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გააჩნია და ამ პოლიტიკისგან გადახვევას იგი არ აპირებს და რჩება ერთგული თავისი პოზიციისა. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ჭრილში დანახულ ამ ვიზიტის საკითხს, აქაც უნდა ითქვას, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის განხორციელება, განურჩევლად იმისგან დაგეგმილი იყო თუ არ იყო ბარაკ ობამას ამ შეხვედრაზე დასწრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, პირადად სწორედ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ არ განაპირობა, რომ ბარაკ ობამამ გადაწყვიტა უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა სწორედ ვიზიტის დონის კიდევ უფრო საფრთხის ზევით აწევა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ასევე შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, მით უმეტეს რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მართლაც საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა ახსენა, მან ახსენა როგორც საქართველოს ტერიტორიები, მან ახსენა სუვერენიტეტი, ახსენა ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი და იმის მნიშვნელობა, რომ დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი, როგორც ასეთ საქართველოში უნდა გაგრძელდეს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის მნიშვნელობა და გზავნილების შინაარსი სწორად და ადეკვატურად იქნას გაგებული როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე თბილისში. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში როგორც გითხარით, ჩაგვერთვება ზურაბ აბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალისტი. ქალბატონო ნინო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტები დარჩა ამ მომენტში რუსეთს იმისათვის, რომ სხვა მიმართულებით, მისთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანოს უკრაინაში მოვლენები და როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოს? რა პარალელს ხედავთ, მოდით ასე ვთქვათ, თქვენ საქართველოსთან? პარალელი თავისთავად ზედაპირზე დევს, გამომდინარე იქიდან, რომ ამოცანა როგორც უკრაინის, ისე საქართველოსი არის ერთი ამ შემთხვევაში და ეს არის ევროინტეგრაცია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ძალიან მტკივნეულ თემას წარმოადგენს კრემლისთვის და ვლადიმერ პუტინისთვის კონკრეტულად და სხვა საკითხია, რომ უკრაინაში შეიძლება ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა საბოლოო წვეთი იყო იმისთვის, რომ ეს სახალხო მოძრაობა წამოწყებულიყო, იმიტომ რომ მთელი რიგი არარსებული რეფორმებისა თუ ძალიან კორუფციული სისტემისა იყო მიზეზი იმისა, რომ უკრაინელი ხალხის უკმაყოფილება არსებობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საგარეო კურსი შეიქმნა მიზეზი იმისა, რასაც ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგება კრემლის პოლიტიკა, ეწინააღმდეგება კიევში დღეს თავისი ბოლო ბერკეტებით, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროასპირაციას 2008-ში. რეალურად მთლიან კონტექსტში ეს ერთიანი სურათია და კრემლის პოლიტიკა არის ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო და ყველაზე გვიან უკრაინის მაგალითით ჩანს, რომ კრემლი ამ პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს, ეს არის მისი ჩამოყალიბებული ხედვა, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ წარმოუდგენია, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასე ვთქვათ, დარჩენილი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირში არ იმყოფება, ისინი მოაქციოს ამ ევრაზიულ კავშირში, რომელიც საბოლოო ჯამში თითქოს და არის ეკონომიკური კავშირი, მაგრამ ბუნებრივია რუსეთთან ეკონომიკური კავშირი და გაერთიანება გულისხმობს სწორედ პოლიტიკურ დამოკიდებულებას. რეალურ შანსს იმისა, რომ უკრაინაში განვითარდეს იგივე მოვლენები, რომელ მოვლენებადაც ჩვენ 2008 წელს მივედით ყირიმში. უკვე რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა და დუმა განიხილავს ამ საკითხს, რომ იქ დაიწყოს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება დაჩქარებული. კი ბატონო, გაყოფილი სახელმწიფოები ეს არის კრემლის პოლიტიკა და ეს არის კრემლის პროექტი. მისი ძალიან ხელსაყრელი მექანიზმი, რომელსაც ის სათავისოდ იყენებს და შესაბამისად ამ, ასე ვთქვათ, კარტის გათამაშება სათავისოდ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყირიმი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ამ წუთისთვის, იმდენად, რამდენადაც რუსეთს დაინტერესება ექნება, როგორც მინიმუმ ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენოს, რამდენად რეალურია ეს საბოლოო ჯამში
მე საფრთხე არსებობს, უდაოდ არსებობს ეს საფრთხე და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ყველა, პირველ რიგში დასავლეთი და გააცნობიეროს ამ საფრთხის რეალური ალბათობა, მაგრამ ყირიმთან მიმართებაში ასევე უნდა ითქვას, რომ იქ არ არის მხოლოდ რუსული უმცირესობა როგორც ასეთი, იქ საკმაოდ გადამწყვეტი როლი ასევე ენიჭება ყირიმელი მთათრების უმცირესობას როგორც ასეთი, რომლებიც დიდწილად პროუკრაინული ორიენტაციის არიან. ამიტომ ასე მარტივად ეს საკითხი მე არ მგონია რომ გადაჭრადი იყოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ყირიმის გარშემო საკითხი ვლადიმერ პუტინის შიდა პოლიტიკური პიარისთვის გამოსაყენებელი მექანიზმი უფროა, ვიდრე ის, რომ ეს მართლაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის საფრთხე ერთმნიშვნელოვნად არსებობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ საფრთხეს ცალსახად აცნობიერებს პირველ რიგში უკრაინა და აცნობიერებს ასევე დასავლეთი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა ზომას იხმარს იმისათვის, რომ ამ საფრთხეს დიდი მადლობა. ნინო, გიორგის საუბრიდან ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ საბჭოთა კავშირი უკრაინაში აი ახლა ინგრევა მიუხედავად ამდენი წლის გასვლისა. თქვენს ასე ფიქრობთ? საბჭოთა კავშირი კი არ ინგრევა, მაგრამ ნამდვილად ეს კრემლის პოლიტიკა და მითი, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ფორმით რეანიმირებას ექვემდებარება, ნამდვილად ახლა ინგრევა და დაინგრა კიდეც ეს მითი ის, რომ ეს ქვეყნები რამე ფორმით ძველებურ კავშირში მოქცევადია, ნამდვილად დანგრეულია, დადასტურებულია, რომ მენტალობა შეცვლილია ძირეულად და უკრაინაში სწორედ ეს შემთხვევა იყო, რომ მოქმედი ხელისუფლება აცდენილი იყო იმ მენტალობას, რომელიც რეალურად მიუხედავად ნარინჯისფერი რევოლუციისა, ხო, რომელიც გაიარა უკრაინამ, მაგრამ მაინც მივედით ამეტავად. თქვენ ხედავთ საფრთხეს, რომ შეიძლება ამ ახალ მთავრობასაც, რომელიც ჯერ არც არის ფორმირებული, იგივე დაემართოს. მიუხედავად ნარინჯისფერი რევოლუციისა, სწორედ იმიტომ, რომ მაშინ მოლოდინები არ გამართლდა და სწორედ ის ძალიან ძირეული კორუფციული სისტემა ვერ დამარცხდა სამწუხაროდ, ისევე როგორც არ გატარდა არც ეკონომიკური, არც სოციალური რეფორმები, რომელსაც შეიძლებოდა სწორგზადად დაეყენებინა უკრაინა და რომლის მოლოდინიც ჰქონდა უკრაინელ ხალხს და მოსახლეობას, როდესაც ეს რევოლუცია მოახდინა. ეს იუშენკოს უუნარობის შედეგი იყო. მათ შორის და ხო, ალბათ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა. დღესდღეობით ჩემი გადმოსახედიდან სამი ძირეული პრობლემა არსებობს, სამი ძირითადი საფრთხე არსებობს, რომელმაც შეიძლება ეს პოზიტიური რევოლუციური ტალღა, ასე ვთქვათ, მისი წარმატება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ დააყენოს. პირველი ეს არის გაყოფის საფრთხე, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მეორე ეს არის ფინანსური კოლაფსი, რომლის წინაშეც უკრაინა დგას და ასევე გარკვეულ როლს თამაშობს თუ რა კონფიგურაციის მთავრობა ჩამოყალიბდება, რა როლი ექნება აქ რადიკალურ ნაციონალისტებს, რომელმაც თეორიულად შეიძლება დასავლეთის დამოკიდებულება მათ მიმართ გაუწყოს. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე, ეს საკითხი ნამდვილად მოგვარებადია, ჩვენ გვახსოვს მაგალითად, როდესაც დასავლეთისგან პოლიტიკური ნება არსებობს 2008-ში, ფაქტიურად საათებში მოხერხდა დონორთა კონფერენციის ორგანიზება და დიდი რესურსის შემოტანა ქვეყანაში, როდესაც ამის პოლიტიკური ნება არსებობს და სწორედ გამოსავალიც ამაშია ჩემი გადმოსახედიდან, თუ დასავლეთი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში, რისი ყველა ნიშანიც არსებობს დღეისდღეობით, მაშინ გამოსავალი სწრაფად დადგება და ამ საფრთხეების მინიმიზება შესაძლებელი იქნება. თავარი რასაკვირველია, აქ არის რამდენად მართლაც უკრაინის უკვე ლეგიტიმურად ფორმირებული მთავრობა არჩევნების შედეგად მოახერხებს ძალიან მოკლე დროში ეფექტური და სწრაფი რეფორმების განხორციელებას. სწორედ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსური დახმარების მიღებაზე, უნდა ითქვას, რომ როგორც ევროკავშირი, ისე IMF-ი ძალიან ფრთხილი იქნება თანხების გაცემაში, როდესაც იქ კვლავ შეიძლება, ასე ვთქვათ, კორუფციული სისტემა დახვდეს და არაკრედიბილური პარტნიორი ეყოლება სასაუბროდ, რომელსაც შეიძლება. დიდი მადლობა. უკრაინის მთავრობის ფორმირება